თქვენს გადაცემაში ძალიან ბევრ განათლებულ ადამიანს ვნახულობ, რომლისგანაც ძალიან ბევრ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ვიღებ და ხშირად ვუყურებ დედაჩემთან ერთად და ასე ვთქვათ დედაჩემმა მიმიზიდა, იმიტომ რომ მეც მომწონდა, როდესაც ვუყურებდა და ბავშვობიდან ვუყურებ შემიძლია რა ვთქვა. მე ვარ ნიკა სვანაძე, ვარ 11 წლის, დავდივარ სკოლაში და ძალიან მომწონს სკოლა. ყავს არაჩვეულები მასწავლებლები და ჩემი საყვარელი საგანი არის ქართული, მათემატიკა, ინგლისური და იტალიური. მე ვარ გაბუნია ფერიდე, ნიტას დედიკო, რომლის დიაგნოზი გახლავთ ცერებრალური დამბლა, სპასტიური დიპლეგია. დიაგნოზი დავადგინეთ ცოტა გვიან ასაკზე ქვია, ვინაიდან 11 თვე უკვე ამ დაავადებისთვის ცოტა გვიან არის. მით არის ღრმა დღე-ნაკლი დაბადებული 6 თვიანი. მოვლენისთანავე როგორც დედის, ასე ბავშვის ციცოცხლეზე იყო საუბარი ჩვენს გადარჩენაზე და ამიტომ რო დავინახეთ როგორიც იქნებოდა, რა იქნებოდა, ის დიაგნოზის სიმკაცრე, რასაც ქვია, ვერ აღვიქვი. ყოველი დღე იმდენად რთული იყო. მერე უკვე დიაგნოზი ალბათ ვეღარ მომეჩვენა ისე მკაცრი. დავიწყეთ მკურნალობა, თვალის რეტინოპათიით არის დაბადებული, ასევე ყურის სმენა როგორი იყო, ასევე გულის მდგომარეობა ღია ოვალური სარქვლით არის დაბადებული. იმის მერე მოვდივართ ვიბრძვით. რეაბილიტაციის შედეგად წინსვლები ნამდვილად გვაქვს. ის უნარები აქვს შემცირებული, რასაც საყრდენმამოძრავებელი სისტემა ეწოდება და სხვა მხრივ ახლა გონებრივად როგორი გოგოცაა თქვენც ხედავთ. არ მეყვარს ხოლმე რაღაცის მიტოვება და ვცდილობ აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთო ჩემ მაქსიმუმზე, მაგრამ ჩემი ნაკლი ის არის, რომ ყველაფერი თუ არ გამომდის მაქსიმუმზე, საკუთარ თავს თქვით გვემაში ვაგდებ. რაც ჩემთვის ძალიან ცუდია. და დედას ვმეუბნება ხოლმე, რომ ეს ჩემი მხრიდან ჩემს თვითშეგნებას აზიანებს და ჩემს თვითშეფასებას. ნიტა არის მიზანდასახული და ზედმეტად შრომის მოყვარე. აი ზოგი რაღაცა თუნდაც სწავლაში რომიდა, ნუ აღარ გინდა ეს ეხლა ცოტა ისე ვქნათ, მსუბუქად, არ შეუძლია. უნდა გააკეთოს ან მთლიანად კარგად, ან არ დაიწყებს. ყველა საგანი მისთვის არის ერთმნიშვნელოვნად და ერთნაირად აუცილებელი. ყველა მასწავლებელთან თავისი ურთიერთობა აქვს და მე აი თქვათ რაღაცა უჭირს, რაღაცა ესე. არა, ჩვენი მთავარი საზრუნავი რაც არის, ეს არის ფეხზე დავაყენოთ გაიაროს და დანარჩენს ვიცი რომ თვითონ აუცილებლად შეძლებს. ნუ რა თქმა უნდა ამაშიც იბრძვის გაჩენის დღიდან და ერთი სიტყვით ვიცი რომ ყველაფერს შევძლებთ ერთად. დედაჩემი არის არაჩვეულებრივი ადამიანი. ყოველთვის მაძლევს თავისუფლებას. როდესაც პრობლემებში ვარდები რომ რატომ არ გამომდის რაღაც მაქსიმალურად ხშირად მეხმარება ხოლმე და ჩემთვის ყველა პრობლემისგან ასე ვთქვათ თავშესაფარი და ადამიანი რომელიც მეტყვის რა უნდა გავაკეთო და იმ ჩემს ცხოვრებაში არსებულ გარკვეულ პრობლემებში გზას გამიკვალავს ასე ვთქვათ არის დედაჩემი. აი ერთი წუთითაც არ უნდა დაუშვა ის რომ ამას მე ვერ შევძლებ ან ვერ გადავლახავ, არა აუცილებლად. შეძლებ მე ძალად თვითონ ნიტამაც მომცა, მაგრამ თვითონ ჩვენ უნდა შემოუძახოთ, ჩვენ უნდა უთხრათ და დაუდგეთ შვილებს გვერდით, რათა ეს ყველაფერი ერთად გადავლახოთ მთელი შრომით და მთელი ძალისხმევით და ყოველი ეს შრომა უქმად არ ჩაივლის დარწმუნებული ვარ. მე მინდა მისნაირი მომთმენი ვიყო. ძალიან დიდი მოთმინების უნარი აქვს, მეც მაქვს, მაგრამ ცოტათი ფეთქებადიც ვარ და მინდა რომ ეგ გამოვაწყო. გარდა ამისა მინდა რომ დედაჩემივით ვიყო ძლიერი. მე არ ვარ ისეთ ძლიერი, შეიძლება შორიდან ჩანს, მაგრამ არის რაღაცები დედა უფრო ძლიერია დამიგეთ. მტკიცედ როგორც პიროვნება ძლიერი და არა როგორც ძალა და ამიტომ მეც მინდა რომ მისნაირი კარგი დედა ვიყო.